ისევ იქიდან რომ გავაგრძელოთ საიდანაც გავწყვიტეთ, იმიტომ რომ ჯერ გამარჯობათ კიდე. ყველა ვიდეოში ფიქრობ მოსალმება აუცილებელია მიუხედავად იმისა, რომ დღეში რამდენი ვიდეოს დავდებ. ნინო გავუშვი სათვალეების მოსატანად. რომ სხვადასხვა კი არ მithქვია. ყველა მანდარი ერთი გადმოვარდნილივით იყო ნახე. იქ არის თუ ცალკე? როგორ არა და უნდა იტოს იქ ერთი აკლია. 6 უნდა იყოს. მე მგონი 6 უნდა. გუშინ ექსკურსიაზე გოგოები მეუბნეოდნენ. ნათიდან უნდა სალამი. რატო ის არ იყიდისაო? საყურები რო იყიდეო ერთი კონაო, რატო არ გაიკეთეო? ანო სათვალეო? არა წერია რამდენი სათვალეა. სათვალეებიო ასე აწერია. მზემ დამწვა ფეხები. გუშინ იდეალური ადგილი იყო დათვის დასაღებად და ჩასაცმელად. ოღონდ მართლა. აი ხა მე რა დისკომფორტს რას მიქმნის ეს სათვალე, როდესაც ვიდეოს ვიღებ. მზეზე რო იფერება, ჩადედა ისე რომ ხატავს. ზოგადად მე რო ადამიანს ველაპარაკები ხოლმე და სათვალეს რომ მიკეთია დისკომფორტს გამი მზის სათვალე. იმიტომ რომ გონია რომ ადამიანს თვალებში უნდა უყურო როდესაც ელაპარაკებ. ეხა რაღაცა კი ჩანს, მაგრამ ფლათ არა, ხო და მაგიტომ გონია რომ ხა თქვენ გიქნით დისკომფორტს მე, რადგან თვალებში ვერ ვიყურებ. ოღონდ არ არის მზის ეს მხედველობისა და უბრალოდ იფერება რა. ხო და მე ხო გახსოვთ რომ თემოდან გამოვიწერე ხა რაღა ეს სათვალეები და ხო კიდე გუშინ ექსკურსიიდან მოდიოდით Facebook-ს სკროლავდი და ვნახე მე რო ხა ინკუბატორი ვიყიდე, ეგ ინკუბატორის სურათი ვნახე ჯგუფ ბუმბულში იყო თუ არ ვცდები და 4 კვერცხი და ჩვეულებრივი ქათმის. ხო და მივწერე ამ გოგოს რა რომ მეთქი წყალს მეთქი რამდენ სასხალ ჯერ არ მოუწერია სინამდვილეში პასუხი და ოღონდ ისა ნახე დღეში 4 ჯერ თუ 5 ჯერ 4 ჯერ მე მგონი უნდა ატრიალო კვერცხი ანუ უნდა ახადო და გადაატრიალო რა აი თუ არის ესე უნდა გადააბრუნო ანუ კვერცხი უნდა დანიშნო რომ ატრიალო მე მაგას აი იაპონკას კვერცხებს რო დადებენ თუ დაიწყეს დება გავაკეთებ და ეგ უნდა ჩავთა ბიბლიოთეკაში. იმიტომ რომ სხვა ადგილებში შტეფცელი ხანდახან გჭირდება ხოლმე შეიძლება გამოაძროს ვინმე და დავრჩე ეგ. ამიტომ ბიბლიოთეკაში ძალიან იშვიათად რამეს ვაერთებდეთ და დავდგავ იქ და ნინოს დაუწესებ ანუ მე რო სამსახურში ვიქნები ხოლმე იმ 3 დღეს ნინოს ვეტყვი დროებს როდესაც უნდა კვერცხი გადააბრუნოს. ანუ უნდა ახადო ხო უნდა ახადო უნდა ესე მოკიდო ხელი და გადააბრუნო ესე 4-ვე და დააფარო. ხო და არა ანუ ხოდე კვერცხი ესე აი ესე ხოდე კვერცხი უნდა აიღო კვერცხი უნდა ესე ნიშანი გაუკეთო ფლომასტერთან რაღაცა და უნდა გადააბრუნო და დააფარო ისე მე რომ გავადრო ისევ ესე უნდა გადმოაბრუნო ხოცი იმიტომ რომ წიწილები არ ჩაიხარშნი ხო და ერთი წერდა მე ჩავდე 4-იო გამომიჩეკა 2-იო აუ ეგეც სასაცილო არის იყოს თუნდაც 2 ხო და მაგით რო გამოჩეკავ ნინო გაზრდის ხოლმე და ფერმას გააკეთებს აუ ქათმებიც არ გამოგვიშვია ნინო გააკეთებს იაპონკების ფერმას ხო და თუ მომწერა ამ გოგომ გეტყვით თქვენც როგორ უნდა და ანუ გუშინ ფიქრობდი მაშინ რა ღაზრი აქვს მეთქი ჩართვას თუ ყოველ დღე უნდა აბრუნო იმიტომ რომ მე ყოველ დღე სახში არ ვარ და მე ეს გამახსენდა ოღონდ უნდა ვთხრათ რომ ანუ ის არ უნდა დაუვარდეს არა ანუ უნდა უცბად გადააბრუნოს და უცბად დააფაროს რომ ტემპერატურა უნდა იყოს შენარჩუნებული აი ეგ ნახოთ სათვალე ნომერი 1 მზეზე რომ წინაზე როცა დაუტესტე ეს იყო შუაღამე ამის ეს მომწონს რა დაგიმალოთ და თვალებს ადგენს
საერთოდ სხვათა შორის და მზის სხივები მშვენივრად დაიჭირა. კარგად დაიჭირა, ანუ არ იმას შუშას არ მოყიდო ხელი. ეს მაგისია. აიმე ორი წამი, აი მას არის დავიფენ რა. აიმე მზემ ფეხები დამწვა. აუ ჩემი ფავორიტი ამოვიღე. ჩადე, არა, მან დადო, არ დადო. კაჩი გეჭიროს და ჩადე. იმიტომ ეს ხო ის არ არის შუშა და დაიხაზა. აიმე რა ლამაზია სამყარო. აყოდის არის, აი მეტად ანათებს რა. დიდად ეხა ანუ თვალებს ეს ალბათ კარგი იქნება მოგრუბლულ ამინჩი. იმიტომ რომ ეს ხო ისედაც თვალებისთვის ის არის და ეს უარესად ანათებს. თითქოს თან კაია, მაგრამ ანუ ამ სინათლეგე შხვილით შებოდის რა თვალებში და არ არის. ეს არის იმისთვის. მართლა მოგრუბლული ამინჩისთვის. არ უნდა შეკვა ესეც მაგაში ჩადე. ეს შავი კაი იყო, ესეც შავია, ოღონდ შავი ჩარჩო. და ესეც რაღა დაგიმალო და ძალიან კაია. აი რა კარგი არის. ანუ ისე არ ჭუტავ თვალს ესე რომ ზეზე რო იციან. ბოლომდე გახელილი იყურები და არ ტკივა საერთოდ. რა დაწვა. ეს მაგისი. ხო, რაღაც ამშვიდებს თვალებს. პირველ ჯობს. ეს არის ყავისფერი? გამჭვირვალესა და ყავისფერ შორის არის რაღაც. ხო, ყავისფერი ფერებით. ამანაც გაანათა ოღონდ ამშვიდებს. ანუ არ ეს თვალებს. ძალიან ისე. ეს კაია? ეს ეს მომეწონა. წვანი ძალიან ლამაზია, უბრალოდ არ არის მზისთვის განკუთვნილი რა. აი, ჩემი ფავორიტი კიდე ეს იყო ცისფერი, ოღონდ რატომღაც იმაზე მეტად ცისფერი, არა, მკრთალი მოვიდა. ანუ მე უფრო აი როგორც ის მწვანი არის, მაგარი მასეთი მეგონა. ეს დიდად რამეს ცulis მეთქი არა. მაგრამ აი მართლა იმასავით არის ერთ-ერთ TikTok-ზე ნახეთ გოგო ტესტავდა ამას და აი იცი როგორ არისო ტელეფონს რო ბოლომდე აუწევო იგი აჩვენებსო და მართლა მასია აი ტელეფონი რო ჩაწეული გაქვს და ის ბოლომდე რო გაანათებ მართლა მასია ანუ ეს რაღაცა ყვითელი შუქია და ეს აცის ფერებს და ანათებს არა ძალიან კაი სხვა ჩვენ თვალს ატკენ კაია ამას ვიხმარ ხოლმე უბრალოდ ეხა არ ვიცი სად ვიხმარო რო ისა ექსკურსიები დამთავრდა მაშინ წინ უნდა გადეტესტა. კაია. არა, აუცილებლად ვიხმარ ყველას. რისთვის ვიყიდე? რისთვის გადავიხადე მთელი 2 ლარი? 2 ლარი? არა, 5 ლარამდე გადავიხადე. ესეც მაინტერესებს. აი ეს იმდენად კაი ყვითელია, ეგეთი მინდოდა ცისფერი ჩამოსულიყო, მაგრამ არ ჩამოვიდა. აი მე ეს არის მოღრუბლულისა თუ არის? და მეგონება გეგონება ცეცხლი გაეკიდა ყველაფერს. ვაიმე, ისედაც ხო ძალიან მზე მგონია და მაწუხებს ეს მზე. ეს არის ჩემთვის კატასტროფა. ანუ ხო მგონია რომ ყველაფერი იწვის ირგვლივ და მზე ხო იცით მე როგორ მაწუხებს სიცხე. მიუხედავად იმისა არ ცხელე. და აი აქ ყველაფერი აინთო. ჩრდილიც კი ანთია. არა, ეს აშკარად ეს და წვანი არის მოღრუბლული ამინდის. ნახე. აი თავპირზე გეკიდება ცეცხლი მაგას რო ვიყიდე. ისე რა. ჩრდილიც კი ყვითელი ანუ ეს არის რა. ეს სიტყვით მწვანე უნდა გამოიყენო და ეს ახანინო ჩადე ეს უნდა გამოიყენო ჩრდილში და დანარჩენი ყველგან. ანუ ცისფერით მართლა კაია. ესეც კაია ეს ყავის. ან მოგრუბლულში ჩრდილში რა. აჰა, ესეც ესე, ნინო, მწვანელობიო ცხელია და ჩადი პარიმჭაბი შენს. წავარი ხაბათაც გამოვიყვან.
სათნებს გამოვიყვან და დავიწყოთ. აი ეს ნება დავდგები და გავაკეთე. წუხელ რომ მოვედით, ლაშა ჩამოვიდა. რომელი საათი იყო ნინო რომ მოვედით? 11, 12? 11. ნუ აი მაგ დროს მოვედით და ზოგადად ყოველთვის, როდესაც ჩამოდივართ ხოლმე სკოლიდან, ანუ იქ ვიკრიბებით და მარშრუტკებით იქ სვავს ხოლმე და ანუ იქ ვამთავრებთ ხოლმე და მე მოდიან ოჯახის წევრები და მოვდივართ სახლში. ხო და ლაშა ჩამოვიდა რა და ისა რომ მოდივართ გზაში მეუბნა რომ ხვალე დილაზეო 6 საათზე ავდგეთო რომ ბიცოლა ჩემა ჩითილი მოგცა იმისი ამინდვრისა და ჩავდგათო უკანო რა და ერთად გავაკეთოთო და ხმარა მომიღია იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცოდი რომ 6 საათზე ვერ ავდგებოდი და დილას რომ სადღაც 8-თვის ავდექი უკვე და ერგა ანუ როგორ დადგა ვერაფერი ვერ გავიგე და ისიც არ მახსოვს არ გამაგვიძე ეთყობა ძალიან გათიშული ვიყავი და ადგა თვითონ დარგო ხო ეხლა რაც თავალია მე ბიჭებს შევპირდი და იქაც კი თქვი გუშინდელ ვიდეოში მაგრამ ეხლა აუცილებლად უნდა ვთქვა ორმა მძღოლმა წაგვიყვანა თქვენ ხო იცით როგორი გადატვირთული და უბედურობა არის ხოლმე როდესაც ექსკურსიების სეზონი მოდის ვერ აშოულობ ავტობუსს ზოგადად კარგი ავტობუსი იმიტომ რომ ბავშვი და მშობელი ერთად მოძრაობს კაია ნუ ავტობუსი ცალკე თემა რო ვერ იშოვიდა ცალკე თემა არის ის რომ ავტობუსს ძვირი ღირს ნუ ორი მარშრუტკის და პლუს კიდე ძვირი ღირს ხო და ამ იმაში ძიებაში მოკლედ გოგოებმა მიაგნეს ერთ-ერთ რა ვიცი კომპანიას თუ როგორც არის რა და გუშინ არა გოგოებმა ჩააგდეს სადაც აი ნახეთ თქვენ თვითონ და გუშინ ეს ბიჭები რო გავიცანით და რაღაცა TikTok გვერდი ისავხენი ნახე მაგათი გამოვიწერა თქმა უნდა მე მწვადის გვიწვავდნენ იქით ეს ბიჭები რა და TikTok-იდანავ წერდით რომ ისავა მწვადი რა შვება ისინი იქიდანავ წერდით ჯამი გამოატანეთ და ისავა რა ქვია ხახვიო და პურიო და ანუ ეს მიდი ანუ აღარ მივდიოდით რომ აბა მწვადი რასაკი არა TikTok-ზე წერდით ერთმანეთს შეულა ხო და ესა ძალიან კარგი ადამიანები არიან მართლა ჯერ ის რომ აი ურთიერთობაში იმ ლაპარაკში ისე შემოვიდნენ რომ რა ვიცი ერთ-ერთი ბავშვი მშობლები გვეგონენ და გვატარეს ძალიან კარგად ძალიან იდეალურად ერთი აი ეს გომბორის იმაზე რო ავედით მე დაშვებისას ძალიან ნელა მოდიოდნენ და იკითხეს რომ ისო მე ვერც გავიგე მაგ დროს თავმტკიოდ ისო ესეო ნელაო რატომ მივდივართო და ამ ბიჭმა თქვა მე რომ ანუ ეს მაღლა რო ადიხარი წნევა ხო გემატება წინაზე ვიღაცაზე ამბობდა რომ ეს თელი რიოკით ჩასულან ისევ დაბლა და რო ჩასულან სრულიად წითლები ყოფილან ეს წნევა ისე მოქმედებს და ამიტომ როდესაც აქავართო ძალიან ნელა მოძრაობთ ძალიან ნელა ვეშვებითო რომ ვისაც აი წნევა და რაღაც აქვთ იმ უცბად ცვალებადობა არ გამოიწვიოს იმიტომ რომ აი სრულიად ანთებულები ჩამოდიანო დაბლაო ძალიან კარგად ვიმგზავრეთ ძალიან კარგად აი შვიდად ხო არიან ძღოლები რომ აი ხლა აი რამდენიმე ხნის წინ იყო რა ცოტა ისეთი შემთხვევა რომ მეთო სვადლობა რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა ხო და ანუ აი ელემენტარული იმში ის არა ქონდა რომ აი მე რო ახალ ჯერ ნეტა ბავშვის მარშრუტკა როგორ დადის ბავშვები რო შეხედა როგორ დადიან და ანუ საერთოდ არ გვინერვიულია ხო და აუცილებლად უნდა გაუწიო რეკომენდაცია TikTok-ზე შეგიძლიათ ნახოთ, მეც დავსკრინავ ახლა აუცილებლად და ჩავაგდებ ტელეფონის ნომრებს და გვერდს როგორ უნდა ნახოთ. კვარას ექსკურსიები. ჯერ ვერ მივხვდი ეს კვარა და მარშრუტკებს ეწერა სერია კვარ. ხო და ახლა ვიფიქრე ხა კვარაზე რა გახსენდება ადამიანს კვარაცხელია, ხო და თურმე ესეც კვარაცხელია ყოფილი ეს ბიჭი. და მაგიტო არის კვარა. და კვარას ექსკურსიები. გუშინაც გადაიღო რაღაც ვიდეოები და როგორც კი მაგ ვიდეოს დადებენ იმაზე მე მაგ ვიდეოს გადამოვიწერ და მე კიდე აქ დავდებ იმიტომ ჩვენი ბავშვები არიან მაგ ვიდეოში ანუ TikTok-ს იღებენ ეს მძღოლები TikTok-ით კი არაც ეკვავით
სადაც არიან იმ გარემოს იღებენ და სთავაზობენ ან მომხმარებელს რომ აი როგორი კაი გარემოა და თუ სურვილი გაქვს წაგება. ხო და ისა, მართლა კარგად თქვენ გზავრეთ, მართლა უსაფრთხოდ, ჩვენივრად და ჩემგან რეკომენდაცია ამ ბიჭებს და აუცილებლად მეორე ექსკურსიაზე თუ იქნებიან იმ პერიოდში მოცლილად, აუცილებლად ისე მათ გავყვებით რა. ხო ძალიან გვინდა ყაზბეგში წასვლა. აი ისე მაგრად გვინდა, ისე მაგრად მე მით უმეტეს, იმიტომ რომ არა ვყოფილი ვარ და ეხა გვინდოდა ყაზბეგში წასვლა, მაგრამ რაღაცა ამინდები თუ რაღაცის გამო და რაღაცა თავი შევიკავე. და გუშინელი შემასწავლებელმა გითხრა რომ აი როგორც კი მივართო სექტემბერში, სანამ წვიმები დაიწყება და რაღაც ეხა ხო ბევრი წვიმები იყო და ცოტა საშიში იყო რა გზების მხრივ და სანამ აი წვიმებიო აირევაო და რაღაცა სექტემბერშივე წავიდეთო და აი მთელი გულით მინდა ყაზბეგში წასვლა. ეგ არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც აი უზომოდ მინდა წასვლა. ყაზბეგი, თუშეთი, მაგრამ ვიცი რომ ის გზები რთული როგორც საშიშია, მაგრამ აი ეგ მომენტიც არის რომ ხევსურეთი და სვანეთი. აი არ ვიცი, ალბათ აი ვიცი რომ აუცილებლად სულ რო ისე ექსკურსიაზე ხევსურეთში არ ამიწაგიყვას, მაგრამ ტურები ხო რაღაც. რავი, ოდესმე წავალ რა. ძალიან მაგარია. თელი დიდი სიამოვნებით მოვიულიდი მაგ ტერიტორიებს. კაია. რაღაცა უნდა მეთქვა ახლა და დამავიდე. რაღაცა ამომიტივტივდა უცბა და სანამ ის ფრაზა დავამთავრე დამავიწე. ხო წეღანდელ ვიდეოში ხო მომივიდა ეგ. აია. ხო, აი რა უნდა მეთქვა, ხა გამახსენდა. ყველა კუთხე საქართველოს ყველა კუთხე მიყვარს აი მართლა უზომოდ და ყველას ვცემ ძალიან დიდ პატივს. როგორც სამზარეულო სხვადასხვა კუთხისას, ისე ყველაფერს რა. იმიტომ რომ ჩვეულებრივ ერთ-ერთი საქართველოს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ჩემია. მაგრამ აი როგორც კი კახეთში მეც ჯერ ეს მგონია რომ ეს არის მე ვარ კახელი, ანუ ქვემო ქართლს კი ვეკუთვნით ეს ტერიტორია, იმიტომ რომ კახეთსა და ქვემო ქართლის აი რო იტყვეს საზღვარზე და ქვემო ქართლს ვეკუთვნით ესე ოფიციალურად, მაგრამ მე მგონია ქვემო ქართლზე კი არა მაქვს პრეტენზია, აი რაღაცას რომ აი შენთვის რო გგონია და შენ თავში რო ხარ დარწმუნებული, ეგრე ვარ რომ აი გუში როგორც კი ანუ ესე მივედით ერთ-ერთ ტერიტორიაზე და ჩამოვდგით ფეხი, აი პირველი შესვენება სადაც ქონდა სურათებისთვის რო ჩამოვედით, აი ვიგრძენი რომ აი იქ ვიყავი სადაც უნდა ყოფილიყო. ისე უზომოდ მიყვარს ეს კუთხე. არ ვიცი, ოღონდ იმიტომ კი არა რომ აი რაღაცა და აი ამის გამო არა, აი სრულიად არაფრის გამო გრძნობ რომ აი ჰაერი სხვა არის, შეგრძნება სხვა არის. ან მე რომ მიმაჩნია რომ ჩემია თუ მე ვარი იქ იქაური ეგ არის. ძალიან ყავს კახი. ხო, თელავშიც ვიყავით, თელავის მუზეუმში უნდა შევსულიყავით და ისე მაგრა ბოქში და მე ვახარ შევედით. და ანუ მართლა მაგრად ვიარეთ, ესე იგი რამდენ ადგილას ვიყავით. ეგ იქნებოდა მეხუთე ადგილი, სადაც მივიდოდით, მაგრამ მე უკვე ისე იყო რომ დაგვიგვიანდებოდა ჭამაც და მალე დაგვიბრუნდებოდა და ბავშვები ვერც გაატარებდნენ დროს რა და არა უშავო სხვა დროსაც მივართ და სხვა დროს წავალთ კიდე. აქვია რა. ეს სიტყვით ძალიან კაი იყო. ყველაფერი იყო კაი. ესეც მეორე ვიდეო. დღეს თუ ისე კარგად მოვიქეცი და პირველ რიგში რა თქმა უნდა ეხაც თქვი რომ ანუ დალაგების გარდა დღეს არც არ ვაკეთებ, მაგრამ არის ხოლმე მომენტები, როდესაც აი გძნობ რომ რაღაცის გაკეთება მომაკლდა, ანუ აი ან დახატვა, ან რაღაცა ხელნაკეთი რაღაცა და აი ეგ მომენტიც მაქვს და რაც უფრო მალე დავამთავრებ ჩემ საქმეს, ანუ სახლის საქმეს, უფრო სწორად დალაგებას და რომელიც გარეშეც უბრალოდ აი მგონია რომ ეხლა უზივარ აი ზედმაყრია ეს ყველაფერი ეგეთ შეგიძლია, მაგრამ და იმას რომ მოვიცილებ თუ დღეს რომ და ჩაუცილებლად რამეს დავხატავ, იმიტომ რომ მინდა ეს
და წავედი ხა დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. გავიკეთებ კურსასმენებს და დავიწყებ შემოქმედებით დალაგებას. ეს მომაქცე. ეს რა დღეა? ისო პროექტი შეიძლება. სავარაუდოდ გააქვს კი, ცეკვა დღეს. ოღონდ რომელ საათზე არ ვიცი. თორმეტ. აი ნახავ ხა ტელეფონში. აბა დროებით მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით.